შესაძლოა იფიქროთ, რომ ახლა რომელიმე საომარ ზონაში ვიმყოფებით, ან და სულაც შინაური ცხოველის ბოსელში. თუმცა არა, ეს სოფელ ამაღლების საბავშვო ბაღია, ახლად რეაბილიტირებული, რომლის შესრულებული სამუშაოები ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა სულ რაღაც 2 თვის წინ, როგორც დასრულებული საქმე ისე ჩაიბარა. მართალია მიღება ჩაბარების აქტის მიხედვით ეს გაურკვეველი ნაგებობა ბაღია, მაგრამ ირკვევა, რომ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ადგილობრივმა თვითმმართველობამ მხოლოდ გაპარტახებული შენობის სახურავის შეკეთება დაავალა. თანაც ისე, რომ შენობა მის ბალანსზე არც ირიცხება. ნანგრევები ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა. ამ დრომდე კერძო პირების საკუთრებას წარმოადგენს სამების ბაღიც, რომელიც ასევე მოხვდა რეაბილიტაციის პროგრამაში. ნაუმარსკოს სამების საბავშვო ბაღით, სადაც როგორც გვეუბნებიან, გამოიცვალა გარეფანჯრები, შეიცვალა შენობის იატაკი და ოთახებს შორის დამაკავშირებელი კარებები. თუმცა იმის მიუხედავად, რა წერია ქაღალდზე, რეალურ ცხოვრებაში შეუძლებელია თავი ეშერისეულ ანომალიებში არ გეგონოს. ჩვენ ვჩქარობთ, რაც შეიძლება მოთხოვნაა სოფლისგან. სოფლის მოსახლებიდან მოთხოვნაა, რომ საბავშვო ბაღი აიხსნას. ხო და ჩვენ დამთავრებით მაინც ვერ მომთავრებთ და წინ წავწიეთ საქმე, რაც შეგვეძლო. ჩარჩოში კარები შუა და მე შეიძლება მოშენდეს კედლები. არანაირად არ გეთანხმებით. ანუ ეს სამუშაოები წყალში გადაყრილი არ არის. ეს ტენდერი ჩატარებული დაგვდა. ხელშეკრულებას კი ხელი მაშინდელი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მოაწერა, რომელიც ახლა გამგებლის მოადგილეა. ჩვენ წინას არ ვიცოდით, რომ ეს ბაღი ვერ დასრულდებოდა, თუნდაც ვიზუალურად და კოსმეტიკურად დასრულებულიყო თავიდან ბოლომდე, იქ ინვენტარის და ასე შემდეგ პრობლემა მაინც დარჩებოდა, ასე რომ სრული სახე ამ ბაღს მაინც ვერ ექნებოდა, მაგრამ კონკრეტულად გათვლა იყო იმაზე, რომ ეტაპობრივად გაკეთდებოდა ეს ყველაფერი, რადგანაც ინფრასტრუქტურის სამინისტროდან წამოღებულ ფულს ჩვენ თვალისჩინივით ვფრთხილდებით. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოყო თანხა ბაღების რეაბილიტაციისთვის. თვითონ შეირჩა 5 ბაღი, რომელიც უნდა ნაწილობრივ გარემონტებულიყო. ჩოხატაურში 5 ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დააფინანსა. სამუშაოები კი ჯორჯიან კომპანიამ შეასრულა, როგორც კონტრაქტორ კომპანიაში ამბობენ, ის რაც სატენდერო მოთხოვნებში ეწერა, ყველაფერი ხუთიანზე შეასრულეს. კარები კი არა, საინტერესო კი არის, კედელია საინტერესო. კედლები. კედელი, კარებთან რა გინდათ, კარები არის მთელი, აბატონო, იღება, იგედება, რუჩკა არის, ყველაფერი. ეს კარები რო გააკეთეთ, კედელი არ ჭირდება. არა. აღი წაიგიცხეთ თუ არის აბა კედელი გასაკეთებელი. არა, გასაკეთებელი, მაგრამ კედელი არ ჭირდებოდა კარე. კედელი ჭირდება, ამას რემონტი ჭირდება, სანტექნიკა ჭირდება, სველი წერტილები ჭირდება, ყველაფერი ჭირდება. მეგობარო, მაგრამ ეს არის პირველი ეტაპზე, ეს გააკეთა მუნიციპალიტეტმა, რა თანხებიც ჰქონდა იმის საშუალებით, ალბათ ჩემი ვარაუდით, მეორე ეტაპზე და მესამე ეტაპზე დანარჩენების გაკეთება. აი ეს კარები ჩასმულია, კედელის რემონტი არ წერია მაგ ხართავის თქვენ თვითონ წაიგითხეთ. ამაღლებაში ნამდვილად კმაყოფილი ვარ. სამებაში ცოტა იყო ხარვეზები, ახლა იატაკი ნახდათ არ მომეწონა. დაგებული იატაკის ხარისხი. მათ მაინც გააგრძელეს ისე როგორც დაიწყეს და. მართალია სატენდერო კომპანიას პრეტენზიები არ ჰქონდა და სამუშაოც ჩაიბარა, თუმცა კომისიის წევრები სამუშაოთი დიდად აღფრთოვანებულები მაინც არ არიან. მე არ მომწონს გაუკეთებელი. ხარისხებშია, ზის ხარისხებში, რაც იყო დადებული ხარშთაღრიცხვით გათვალისწინებული. ამაზე ჩვენ პრეტენზია კი არ მოგწონს, მაგრამ ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს, რომ იქ რაღაცა ცვლილება შევიტანოთ და რაღაცა შენიშვნა მივცეთ. მშენებელს, შემსრულებელს. და რაც იყო გათვალისწინებული, ვფიქრობ დამაკმაყოფილებლად არის შესრულებული. რეაბილიტაცია იმავე ქვეკონტრაქტორმა 3 მოქმედ ბაღსაც ჩაუტარა. თუმცა ხარვეზები იქაც მრავლად და არასაც ბაღის გამგეც ადასტურებს. ბევრი რაღაცა არ მომეწონა, ბევრი სხვებსაც არ მოეწონა. ბაღი, რომელიც გამგეობის შენობიდან 100 მეტრშია განთავსებული, რიგ შემთხვევებში იატაკი არასწორადაა დაგებული. ზოგჯერ კი ხელოსნებს სიზუსტე მომტყუნათ. კომპანიის წარმომადგენლების აზრით შეცდომა დაგეგმვაშია დაშვებული და არა მათ სამუშაოებში. მაგალითად, ეს კარები რო ხა არ იკეთება, ხო? არ იკეთება, ხო? უნდა გამოასწოროს თუ არა? დღესვე გამოასწოროთ მე ამას. ანუ მიღება ხაბარები დროს ერთ რაღაცას რა. ხარისხი შენებლობის დამოკიდებული არის იმაზე, როგორ არის გაკეთებული პროექტი მეთანხმებით თუ არა. ჩოხატაურში თუ შეიძლება MDF-ის კარი იდგეს პირველ სართულზე, შეიძლება. ეს ახლა წყალზე არის. ეს შენობა დგას წყალზე, აი ამ წუთში დღეს. შეიძლება თუ არა MDF-ის კარი იდგეს პირველ სართულზე. ნინო ხო ხარ შენებელი და მითხარ. მე როგორც ეწერა ხარშთაღრიცხვაში ის დგას ისე.
გაფუჭდება რაღაცა კომისია ყოველთვის ყურადღებით ვართ და ვაძლევთ შენიშვნებს და ნელ-ნელა ეტაპობრივად სწორდება. ტენდერი, რომლითაც ჩოხატაურში 5 ბაღის რეაბილიტაცია უნდა გაკეთებულიყო, შპს შემოქმედებშენმა 191,000 ლარად მოიგო. მაშინ როცა ხარჯთა რიცხვის მიხედვით პროექტი სულ მცირე 250,000 ლარამდე მაინც ჩდებოდა. ადამიანები, კომპანიები, მეწარმეები, ჩემი სუბიექტურას ვამბობ, მოერგო ამ სისტემასაც. აი რა ხდება ახლა. როდესაც იმის გამო რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო მოიპოვოს ამა თუ იმ კომპანიამ, ხდება ფასების დაწევა. შესაბამისად ზოგჯერ ისეთი ფასების დაწევა ხდება, ლუფტი იმდენად დიდია, რომ ვეღარ ასრულებენ ან ხარისხიანად ვეღარ ასრულებენ. გამგეობას ბაღების რეაბილიტაციაზე საკუთარი ბიუჯეტიდან 27,000 ლარის დამატება მოუწია, რათა მოქმედ ბაღებში მაინც სასწავლო პროცესი გაგრძელებულიყო. ადგილობრივი ჟურნალისტები კი შესაძლო კორუფციულ სქემაზე საუბრობენ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობს თითქმის ერთი და იგივე კომპანიები. ეს არის ერთი და იგივე სახით და გვარები, მაგალითად ჯორჯიან კომპანია, შპს მარინი, მეწარმე გიალომინეიშვილი, თქვა და ასე და შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ადამიანები ერთმანეთთან არიან დაკავშირებული. მაგალითად ჩვენ შევიყვანეთ შავსიაში ასეთი კომპანია NBG. ამ საქმეში არანაირი კორუფცია არ არსებობს და თუ არსებობს ხარისხთან შეუსაბამობა, ამას დაგვიდგენს სამხარაულის ექსპერტიზა. საქმით საგამოძიებო ორგანოები ჯერ არ დაინტერესებულან და როგორც ჩანს ბაღის ეზოში პატარა გურულების ნაცვლად კიდევ კარგახანს ციკნები ინავარდებენ. სოფლად ცხოვრების გაუმჯობესებას ემსახურება ინფრასტრუქტურის სამინისტროს სხვა პროექტებიც, რომელთა მოცულობა წელს მხოლოდ 9 თვეში 157 მილიონი უნდა ყოფილიყო. რეალურად კი მხოლოდ 70 მილიონი დაიხარჯა, ანუ გეგმა 48%-ით არ შესრულდა. გიორგი ამაშუკელი, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გვეტყვის რატომ, მოგესალმებით ბატონ გიორგი, რატომ არ ხდება დაგეგმილი მოცულობით სამუშაოების ჩატარება, შესაბამისად სოფლად ცხოვრების გაუმჯობესება, რაც მთავრობის პრიორიტეტია პირველივე დღეებიდან, ერთი და მეორე, თქვათ, რატომ არ ხდება რეაგირება, ყოველ შემთხვევაში ჩვენ მედია ვერ ხედავთ ამას, იმ ფაქტებზე, რომელსაც მედია აშკარაებს, რომ ფული როდესაც კი და რაც დაიხარჯა, ხშირ შემთხვევაში გაიფლანგა. მოგესალმებით, აკი, მოგესალმებით ტელემაყურებლებს. მოდით პირველ რიგში ვნახოთ და განვმარტოთ საზოგადოებას თუ როგორ მუშაობს ეს სტრუქტურა. ციფრები, რომელიც თქვენა ჩემთვის უცნობია, ალბათ თქვენ დააჯამეთ, ეხლა მე აგიხსნით ზუსტად როგორ მოქმედებს ჩვენი სამინისტრო. არსებობს ორი სახის ფონდი, ერთი არის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის წლევანდელი ბიუჯეტი იყო 50 მილიონი ლარი. და ასევე არსებობს რეგიონების განვითარების ფონდი, რომელიც გახლავთ დაახლოებით 140 მილიონი განაწილდა წელს, ანუ 2014 წელს. რაც შეეხება პირველ სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, ჩვენი სამინისტრო ამუშავებს ფორმულას, რომლის მიხედვითაც იქ გათვალისწინებული არის სოფლის ტერიტორიის ესე ვთქვათ სიდიდე, ასევე იქ არსებული მოსახლეობა და სხვა ფაქტორები, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვაწვდით ფინანსთა სამინისტროს გადანაწილებულ კვოტებს თუ არსებული 50 მილიონი როგორ უნდა გადანაწილდეს სოფლებში. შემდეგ უკვე ფინანსთა სამინისტრო ეს გადის არა ჩვენი ბიუჯეტიდან, არამედ ცენტრალური ბიუჯეტიდან ურიცხავს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებს, რომლებიც მათთან შემავალ სოფლებს უნაწილებენ აღნიშნულ თანხებს მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნულთან დაკავშირებით, ან ხარჯვით ნაწილზე ჩვენ უბრალოდ ინფორმაციული მონიტორინგის ფუნქცია გვაკისრია, ან უყურებთ ციფრებს. წელს მდგომარეობა გახლავთ ესეთი. არსებული 50 მილიონი ფონდიდან 45 მილიონი სამუშაო არის დაკონტრაქტებული, საიდანაც 40 მილიონი სამუშაო უკვე შესრულებულია ფიზიკურად, დანარჩენი 5 მილიონიც მიმდინარეობს. ამაში შედის, აქ რომ დაავზუსტოთ, აი თუ არ ვიცი უყურებთ თუ არა ჩვენს წინაურ გადაცემასთან ერთ-ერთს მაინც ზესტაფონში 4 მილიონის პროექტები, რომლებიც შესრულება თავად იხილეთ, თუ უყურებთ თუ არა და წაიკითხავდით და მათ შორის არის გურიაში ბაღების რეაბილიტაციის პროექტები. აქ მივდივარ ზუსტად. მე გამიჭირდება ახლა ვთქვა რომელი ფონდია და რატო. ნახეთ, ვაგზელებ ჩემს სიტყვას, ესე იგი, გახლავთ მეორე ფონდი, როგორც ვთქვით, რომელიც არის რეგიონული განვითარების ფონდი. 140 მილიონი ლარის ბიუჯეტი. რა მნიშვნელობა აქვს რომელი ფონდია? ხო, ქოლგა ხო სამინისტროა და თქვენ ხართ მინისტრის პირველი მოადგილე. რა მნიშვნელობა აქვს 1 ჯიბიდან ამოიღებ თუ მეორეში ჩადებ? ანუ მთლიანობაში ვსაუბრობთ. აი ეს მინდა რომ საზოგადოებას განვმარტო, რომ ჩვენი ფუნქცია რა არის.
თვითმმართველობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას მიეკუთვნება პროექტის განხორციელება, ანუ კონკრეტული პროექტის მენეჯმენტი. ეს იქნება ტენდერის გამოცხადებიდან სამუშაოს განხორციელების და ჩაბარებამდე. ამაში მათ ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში ჩვენ არ გვაქვს კანონით უფლება რომ ჩავერიოთ. ჩვენი უფლებამოსილება წყდება იქ, სადაც კომისიური წესით წარმოდგენილ პრიორიტეტებზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელი პროექტი დაფინანსდეს და რომელი არ დაფინანსდეს შესაძლებლობების ფარგლებში და ამის შემდეგ უკვე უყურებთ ჩვენს მიერ გაცემული თანხა აითვისა თუ არა მუნიციპალიტეტმა. კეთილი, მაშინ აი ესეთი კითხვა მექნება, თუ კი თქვენ რეაგირება ასე რომ ვთქვათ და ვთქვათ შემდგომი ვთქვათ ანალიზი როგორ ჩატარდა სამუშაოების თქვენ არ გეხებათ. აი მაგალითად ანაკლის ტენდერი. ერთმა კომპანიამ, რომელმაც ვერ შეასრულა 50%-ით შეასრულა მხოლოდ სამუშაოები და 15 მილიონი ანი პროექტი ფაქტურად ჩააბრო, ხო? ერთ წელიწადს. თქვენ გამოუყავით ასევე კიდევ 12 მილიონი, ხო? არა, ეხლა მეორე ეტაპის სამუშაოები. კი ბატონო, გეტყვით ზუსტად მოვფინოთ აღნიშნულ სურათს. აღნიშნულ პროექტს ახორციელებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით. აქ იყო ორი ფაზა, პირველი და მეორე ფაზა. პირველ ფაზაში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები შეასრულა. ნახეთ როგორ იყო აქ გახლავთ სახმელეთო და საზღვაო, ეს იყო ნაპირ გამაგრება. შესაბამისად არსებობს საზღვაო და სახმელეთო სამუშაოები. სახმელეთო სამუშაოებს მიეკუთვნებოდა ტეტრაპოდების, ეგრეთ წოდებული ტეტრაპოდების დამზადება, ბეტონის ჩამოსხმება, რომელიც შემდეგ კონკრეტულ მონიშნულ ადგილზე სანაპიროდან მოშორებით ზღვაში უნდა ჩალაგდეს შესაბამისი გემის მეშვეობით. 100%-ით შეასრულა კონტრაქტორმა სახმელეთო სამუშაოები, თუმცა როდესაც ზღვის ჩალაგების პროცედურები დაიწყეს, ამ შესაბამისად წარმოადგინა ცნობა და მიმართა, ანუ სამუშაოების ზედამხედველობას ასევე ახორციელებს, მინდა დავამატო, საერთაშორისო ტენდერით გამოვლენილი საერთაშორისო, კერძოდ კორეული კომპანია, რომელიც არის ჩვენი ანუ დამკვეთის წარმომადგენელი ინჟინერი და აფასებს როგორც ხარისხის კონტროლს ახორციელებს, ასევე იმას, რომ არ დაირღვეს ფიდიკის კონტრაქტი. ეს არის საერთაშორისო ტენდერი, შესაბამისად საერთაშორისო ნორმებით ხორციელდება სამუშაოები. კონტრაქტორმა წარმოადგინა შესაბამისი ცნობები უამინდობის შესახებ. ეხლა ნახეთ აქ უამინდობაში რა იგულისხმება, აქ არ იგულისხმება თოვლი და ყინვა, ვინაიდან ეს გახლავთ საზღვაო სამუშაოები და 10 სანტიმეტრის სიზუსტით უნდა ჩალაგდეს ზღვის ფსკერზე აღნიშნული ტეტრაპოდები, აქ თუ კი ზღვაზე ტალღების სიმძლავრე არის 3 ბალი ან აღემატება 3 ბალს, უკვე შეუძლებელი ხდება აღნიშნული სიზუსტით სამუშაოს შესრულება. ან თუ ზღვა არის იმდენად დამრღვეული, რომ აკვალანგისტების ხედვის პრობლემა აქვს, 7 ტონიანი ტეტრაპოდის ჩადებისთვის ერთხებათ მათ საფრთხე და ვერ გახდება მუშაობა შესაძლებელი. ეს თავიდან არ იყო, ვთქვათ, პროექტში გათვალისწინებული, ხო, ერთ წელს არ ხდება, ეს ხო მეორდება წლიდან წლამდე, ვთქვათ, იგივე ამღრეულობა წყლის თუ ტალღების ამპლიტუდა თუ ასე შემდეგ, ეხლა გამონაკლისები ხო არ ხდება? მოგახსენებთ, ნახეთ როგორ არის. ამიტომ ზუსტად კონტრაქტი ითვალისწინებს აი ესეთ გარემოებებს, საპატიო მიზეზებს, რის გამოც შესაძლებელია ვერ განხორციელდეს სამუშაოები. ნახეთ რა ხდება ამის შემდეგ. კონტრაქტორი თუ ესეთი გარემოება გამოვლინდა, მიმართავს წერილით ზედამხედველს უცხოურ კომპანიას, რომელიც განიხილავს მის მიერ წარმოდგენილ ფაქტებს, აღნიშნული ფაქტების შეფასების შემდეგ თუ ის ჩათვლის მიზანშეწონილად, რომ მისაღებია აღნიშნული არგუმენტები, ის აგზავნის ჩვენთან რეკომენდაციას, რომ მოხდეს აღნიშნული ვადების საპატიო ჩათვლა. ჩვენი მხრივ ამ ინფორმაციას ვაგზავნით ბანკში, ანუ დონორ ორგანიზაციასთან, ვინც აფინანსებს პროექტს, ისინი სწავლობენ აღნიშნულ დოკუმენტაციებს და გვაძლევენ ჩვენ თანხმობას, რომ გავაგრძელოთ პროექტი და ჩაუთვალოთ საპატიოდ. თუ კი ჩვენ სიტყვაზე თეორიულად დავუშვათ, რომ არ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას და ვამბობთ, რომ არა, იცით რა, მე მაინც ვფიქრობ, რომ არ არის ეს საპატიო მიზეზი და უნდა დავაჯარიმო კომპანია. ამ შემთხვევაში აქ ფიგურირებს უკვე საერთაშორისო არბიტრაჟი, სადაც შეუძლია სასამართლოს მიმართოს კერძო კომპანიამ და დააჯარიმეთ, რა თქვენ თქვით, ეს ჩვენი პასუხისგებლობა არ არის, თქვა. მე ცებს გიხსნით, როგორ მუშაობს. მეორე ტენდერი რაღაც მიეცით. აი ხა გეტყვით მეორე ტენდერზე. ამ კომპანიას რომელსაც ვერ შეასრულა, თქვენ გავუგზავნეთ დეკემბრამდე, ეხლა გვაქვს ნოემბერი. ეხლა რამდენი პროცენტით არის შესრულებული სამუშაოები? არა, დავაზუსტებ თუ შეიძლება, ვინაიდან საბოლოო გადაწყვეტილება ზედამხედველმა კომპანიამ მიიღო აპრილის თვეში და რატო? ვინაიდან საპატიო დღეების რაოდენობა განისაზღვრა, ეს რაოდენობაში არ ითვლება ფიდიკის კონტრაქტის მიხედვით შაბათი, კვირა და უქმე დღეები, ეგრეთ წოდებული. ანუ რომ გადაიანგარიშეს არსებული დღეები, აი ამების გათვალისწინებით გამოვიდა აპრილამდე. ეს ერთი. ანუ დეკემბერით შეიცვალა.
დეკემბერი. თავიდან იყო დეკემბრამდე. შემდეგ არა, ნახეთ, იყო საუბარი, რომ ეს ვადა იყო დაახლოებით დეკემბრამდე, მაგრამ ზედამხედველმა კომპანიამ თქვა, რომ იცით რა, ამაში ჩვენ ვერ ჩავთვლით შაბათ-კვირას და უქმე დღეებს, რომელიც რომ გადავთვალე, გამოვიდა აპრილის დასაწყისი. შესაბამისად, მე ვალდებული ვარ აპრილის დასაწყისამდე მივცე გეგმა. დასაწყისში თუ დაასრულა კიდევ კარგი, თქვა, უკეთეს შემთხვევაში ოპტიმისტური პროგნოზით დაასრულა, მაგრამ მეორე ტენდერი, რომელიც უნდა დაწყებული, უკვე მოგებული აქვს. კი ბატონო, ეხლა ნახეთ მეორე ტენდერი. რატო ემდობით ამ კომპანიას? არ არის ჩვენდობაზე საქმე და აგიხსნით ეხლავე. სატენდერო დოკუმენტაცია მზადდება, რომელიც თანხდება ბანკთან, ანუ დონორ ორგანიზაციასთან, რომელიც ამბობს რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს კომპანიამ, ანუ ტექნიკური კრიტერიუმი პირველი და შემდეგ უკვე დაბალი ფასი, რომ მოიგოს კონკრეტული ტენდერი. ეხლა ნახეთ რა ხდება, როდესაც კომპანია შემოდის, თუ იგი ვერ დააკმაყოფილებს ტექნიკურ მოთხოვნებს, რა თქმა უნდა, დისკვალიფიკაცია ხდება. თუ დააკმაყოფილა ტექნიკური მოთხოვნები და მისი ფასიც ყველაზე დაბალია, ამ შემთხვევაში ერთადერთი საშუალება არსებობს, რომ მას უარი უთხრათ ტენდერზე, ეს გახლავთ თუ ის არსებობს დონორი ორგანიზაციის მიერ შედგენილ შავსიაში. ანუ თუ არის უკვე მოხვედრილი შავსია. აზერტუნელი იყო ამ შავსიაში, იცით რა მინდა კითხოთ, იმიტომ რომ ეს კომპანია რომელსაც გაიმარჯვა, საერთოდ არ იძებნება ინტერნეტში, როგორც რაიმე გამოცდილების მქონე კომპანია და ჩვენ საუბრობთ სხვა მეტოქეებზე, რომლებიც მონაწილეობენ, ეს არის აზერტუნელი, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ცნობილი და მსხვილი კომპანია და ადოგი. მათ ვერ მოიგეს ეს ტენდერი, ვერც პირველი, ვერც მეორე ეტაპის. აი ამაზეა საუბარი. მაგრამ თქვენ ამ დროს თქვა თქვენ არ გეხებათ კეთილი, მაგრამ არა, როგორ არ გვეხება? ჩვენ ვართ განმახორციელებელი ორგანო, რომელსაც გვაქვს წინასწარი გაიდლაინები, ანუ ესე ვთქვათ, თამაშის წესები, რომელსაც დონორი ორგანიზაცია გვიდგენს და არის სავალდებულო, ვინაიდან ეს გათვალისწინებულია რატიფიცირებულ ხელშეკრულებაში. ხო, მოდით მოკლედ კითხავთ რა, იმიტომ რომ ცოტა ვერ დავიბენი ხა ვის რა ეხება. თქვენ რაიმე პასუხისგებლობას, აი რომელიმე ან ზესტაფონური, ან ჩოხატაურული ტენდერების, ან ანაკლის ტენდერების თაობაზე ატარებთ, გზნობთ თუ არ გეკუთვნით. ტენდერს არანაირი საფრთხე ამ ეტაპისათვის არ ემუქრება. ნუ გარდა იმისა, რომ გაიწელა სამუშაოები და ერთი წელი საპატიო მიზეზით, რომელზეც დასკვნა გაამზადა უცხოურმა საერთაშორისო კომპანიამ. მერწმუნეთ სახელმწიფო დაზარალდებოდა, რომ ჩვენ სვანაირად გვემოქმედა, ვინაიდან საერთაშორისო არბიტრაჟი საკმაოდ და გათვალისწინებულია ინგლისის საერთაშორისო არბიტრაჟი საკმაოდ დიდ სანქციებს გაატარებდა სახელმწიფოს წინააღმდეგ. ხო, ანუ არა. პასუხი კითხვაზე არის, თქვენი პასუხისგებლობა ამ შემთხვევაში არ არის. კი ბატონო, ამ შემთხვევაში არანაირი ჩვენი პასუხისგებლობა არ არის. ჩვენ ვთამაშობთ იმ თამაშის წესებით, რომელსაც ითვალისწინებს რატიფიცირებული ხელშეკრულება. მაშინ ბოლო კითხვა მექნება, თქვენ თავიდან თქვით, რომ ალბათ ეს 48% იმიტომ გამოვიდა ათვისების თანხების ყველა პროექტი დააჯამეთო, ჩვენ არ დაგვიჯამებია, თქვენმა იმ უწყებამ დააჯამა და ასე მოგვაწოდა, 48%-ით არის შესრულებული რეგიონული პროექტები. აი, ამას რას უკავშირებთ, ესეც უამინდობის თემაა? რომელ რეგიონულ პროექტებზე საუბრობთ? თუ ეს არის რეგიონული განვითარების ფონდი, აი ეხლა ვიაგიხსნით. ყველა ერთად, რომელიც რეგიონებს ეხება, ჯამში არის ორი სხვადასხვა სისტემა, ეგ მინდა აგიხსნათ და საზოგადოებას განვმარტო. ერთი არის, სადაც ჩვენ თანხებს მუნიციპალიტეტებს ვაძლევთ და ისინი ახორციელებენ პროექტებს. თუ ჩვენ საუბრობთ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, აქ ოქტომბრისთვის მონაცემებით 60%-ამდე არის ათვისება და წლის პროგრამა და აი ამას დაკავშირებით მინდა რომ უცოტა უფრო მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ როგორ მუშაობს მუნიციპალური განვითარების ფონდი. ეს გახლავთ მთლიანი ბიუჯეტი 2014 წლის, სადაც 7 დონორი ორგანიზაცია მონაწილეობს დაფინანსებაში. სახელმწიფო ბიუჯეტის წილი გახლავთ მხოლოდ 4%. ანუ ჩვენ თამაშობთ 7 საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი საერთაშორისო აღიარებული წესების მიხედვით, რომელიც პროექტს საკმაოდ ართულებს. ერთი ტენდერის ჩატარება დაახლოებით 5-დან 7 თვემდე ჯდება. ვადა ჭირდება. ეხლა რაც შეეხება ალბათ ლოგიკურად აისმის კითხვა, მაშინ რატო არ ხდებოდა ეს წინა წლებში? ეხლა ამაზეც მოგახსენებთ პასუხს. ეს ხდებოდა წინა წლებში. ნახეთ, მე სპეციალურად წამოვიღე გრაფიკი, სადაც არის 2011-2012 წლის მუნიციპალური განვითარების ფონდის ბიუჯეტი. პირველადი ბიუჯეტი, რომელიც განისაზღვრა ბიუჯეტის შესახებ კანონით 2011 წელს 306 მილიონით, 2012 წელს 361 მილიონით. და ნახეთ რა მოხდა 9 თვის თავზე. 9 თვის თავზე, როდესაც მათ შეატყვეს, რომ მათი ათვისება სავარაუდოდ სადღაც აქ იქნებოდა, შეიტანეს წვლილება ბიუჯეტის შესახებ კანონში, დაწიეს გეგმა და შესაბამისად
უკვე დაწეული გეგმას დაეწინენ, ესე ვთქვათ. ნახეთ, რომ შევაჯამეთ რა მონაცემი მივიღეთ პირველად დაგეგმილ ბიუჯეტსა და შესრულებას შორის 2011 წელს 70%, 2012 წელს 62% მხოლოდ. ანუ ეს იყო ტექნიკა, რომლითაც საზოგადოება შეყავდათ შეცდომაში. დღეს ჩვენ არ შევყავთ საზოგადოებას შეცდომაში, ჩვენ ვაკეთებთ გეგმას, რომელსაც ვცდილობთ და მივყვებით ბოლომდე. თუმცა შედეგი არ იცვლება. შედეგი შეიძლება მივხვდით იმისა, რაც დაარქმევ, შედეგი ის არის, რომ მერწმუნეთ წლის ბოლოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 80%-ს გადაცდება თავის შესრულებით და ეს იქნება საკმაოდ პოზიტიური დასასრული. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. თუ რეგიონში გვიყურებთ და ფიქრობთ, რომ თბილისში მეტი ყურადღება ეთმობა ინფრასტრუქტურას, ცდებით, დაანგრეული გზები, არერგზის გაჩვენეთ და ახლა კიდევ გაჩვენებთ. ამჯერად სოფლის ტიპის დასახლება ახალდაბაში, რომელიც არც მეტი არც ნაკლები ვაკის რაიონს ეკუთვნის. ადგილობრივი მოსახლეობის ერთ ნაწილს მეორე წელია კოჭებამდე ტალახში უწევთ გავლა, რომ სახლამდე მივიდნენ. მათ ჩივილს გამგეობა უსმენს, ინიშნავს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერს აკეთებს. იქაც ხელმძღვანელი ახლახან შეიცვალა და ისიც ახალ დაპირებას იძლევა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეს ტალახიანი გზა არა რომელიმე მაღალმთიან რეგიონს, არამედ ვაკის რაიონს ეკუთვნის და აქ მაცხოვრებელი თბილისელებიც გზას დღეში რამდენჯერმე გადიან, დიდები თუ პატარები. არაკომფორტულობას რომ თავი დავანებოთ, გზა ხანდახან შეიძლება ცოტა სახიფათოც კი იყოს. ალპინიზმიდან კი ეხლა დროა არქეოლოგიაზე გადავიდეთ. როგორც ხედავთ, ასფალტის საფარი ოდესღაც ყოფილა, თუმცა 2 წლის წინ წყალგაყვანილობითი სამუშაოების გამო საფარი აიყარა და დღეს აი ასეთი სურათია. სოფლის წყლით მომარაგება გაუმჯობესდა, მაგრამ გადათხილ ქუჩებზე ასფალტის დაგება ან თუნდაც ინერტული მასალის დაყრა არც არავის უფიქრია. რეაბილიტაცია კი მხოლოდ სოფლის ცენტრამდე მიმავალ გზას ჩაუტარდა. ცენტრიდან მოშორებით მაცხოვრებლებმა მას შემდეგ გამგეობის მისაღები არაერთხელ აატალახეს, თუმცა უშედეგოდ. რამდენი ხანია და 2 წელია ესია, გვპირდებიან. მოვიდოდნენ, გადაიღებდნენ, მოვიდოდნენ ფურცელზე დასწერავდნენ, წავიდოდნენ. დღემდე არავის ყურადღება ჩვენთვის არ მოუქცევია. აი ესეთ უბედურ დღეში გვიწევს სიარული. ორი ფეხსაცმელი უნდა გამოიცვალოს ადამიანმა, რომ მივიდეს გაჩერებამდე რა. ტალახში ბავშვებს ფეხსაცმელი უფუჭდებათ, 3-3 წყვილი ფეხსაცმელებით დადიან, მე და რა ქნას ამხარ. ისიც თანხებთან აზე დამატებული. ეს გზა ჩვენ უკვე გათვალისწინებული გვაქვს მომავალი წლის 2015 წლის ბიუჯეტში. ასე რომ ეს საკითხიც მოსახლეობისთვის 2015 წლიდან დადებითად გადაწყდება და ეს გზა იქნება ბოლომდე მიყვანილი. ნაადრევი ზამთრის გამო წელს გზის დაპირებული რეაბილიტაცია ვეღარ მოესწრება და მოსახლეობასაც ტალახში ცხოვრება კიდევ რამდენიმე თვე მოუწევს.